ხალხი ნიჩბებით დახოცეს და ეს მოხდა 1999 წელს 9 აპრილს დღეს. ეს ნახატი მე არ დამეხატავს, ეს არის პაპაჩემის თვალით თანახული 9 აპრილის ტრაგედია. ეს შავი ფრინველი წითელი თვალებით არის საბჭოთა კავშირი, რუსული რეჟიმი. ეს კი ის რიგითი და მებრძოლი ადამიანია, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაწირა. სწორედ ამ ნახატების ქვეშ ვიზრდებოდი და ვხედავდი ამ ტანჯვას, რომელიც საქართველომ გაიარა დამოუკიდებლობისთვის, რომელიც დღეს ისევ გვიწევს, რომ სხვაებს გამოვაცალოთ კლანჭებიდან. არა და თავისუფლება და დამოუკიდებლობა თვითონ ღმერთმა გვარგუნა და ვის აქვს უფლება რომ ეს წაგვართვას? ვინმე სახელმწიფოს რუსეთს ღმერთის ბოძებულ თავისუფლებას ვინ უნდა გვართმევდეს? აი კიდევ ერთი ნახატი, სადაც უმეტესად არიან ქალები. 9 აპრილის ტრაგედიისას უამრავი ქალი დაიღუპა. ეს გვაჩვენებს ქალების თავგანწირვას საქართველოსთვის. ეს ადამიანები კი არ დაიღუპნენ მოკლეს ნიჩბებით, ტანკებით, უბრალოდ იმისთვის, რომ უნდათ დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვროთ. არ ვიცი როგორ შეიძლება რომ ტრაგედია ლამაზად დაიხატოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე ლამაზი ნახატი და ქვია ყვავების საკორდნი. აქაც ყვავები წარმოადგენენ საბჭოთა კავშირს, რომელმაც საქართველო აი ამ მდგომარეობას ჩააგდო. ყველაზე მეტად იმასაკის ადამიანების მიკვირს, რომელმაც ამ ეპოქაში და ამ დროში იცხოვრეთ. თქვენი თვალით ნახეთ 9 აპრილი, გაიარეთ. ჩემს დაბადებამდე 10 წლით ადრე მოხდა ეს ყველაფერი. ჩემმა თაობამ საერთოდ არ იცის, არ უნახავს და მაინც ვტკივა. მაინც არ დავთმობდით იმ სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და ვიღაცამ შეიძლება კარტოფილზე გაყიდოს. ამ ნახატსაც 9 აპრილი ჰქვია და კონკრეტულად ქალები. ქალები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ტალღამ ჩაყლაპა. აი ეს ნახატიც 9 აპრილის ისტორიას გვიყვება თავისი ნიჩბით და ადამიანებით, რომლებიც მასზე არიან დაკიდებულები. და ესეც მხატვარი რომა ფხოველიშვილი. ეს უკვე ცოტა ასაკში და მეც გაზრდილი ვარ.